აქციაზე დგომის გამო მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1 საათიანი განხილვისა და 10 წუთიანი თათბირის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანის ცნო ადმინისტრაციულ სამართალ დამუღევად და 5000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა 3 იანვარს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დგომის გამო. მოსამართლემ მოისმინა პატრულ ინსპექტორის ჩვენება სასამართლო პროცესზე, რომელიც ამბობდა, რომ ინდივიდუალურად მას არც ერთი აქციის მონაწილე არ გაუფრთხილებია, რომ არ ღვევდნენ გარკვეულ კანონს მშვიდობიანი დემონსტრანტები, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე გზისავალ ნაწილზე, თუმცა იყო ერთიანი მოწოდება პოლიციელების მხრიდან, რომ არ გადაეკეტათ გზა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ იყვნენ იმ რაოდენობის, რა რაოდენობისაც უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა რა რაოდენობაზეა საუბარი, ამას ამ დრომდე ჩვენ ვერ ვისმენთ ორთვიანი განხილვების შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მათი შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან რა რაოდენობაა საჭირო იმისთვის, რომ გადაეკეტოს გზისავალი ნაწილი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსამართლემ მოისმინა ეს გარემოებები, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა, რომ 5000 ლარიანი ჯარიმით დაეჯარიმებინა ნანუკა ჟორჟოლიანი 3 იანვარს რუსთაველის გამზირზე აქციაზე დგომის გამო. თუ თქვენ ხართ ის მოსამართლე, რომელიც ბაბილონში იყავით, რადგან მე ვიყავი აქციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ყველა თითოეული თქვენგანი მხედავდით სახეზე, მე ვიყავ თქვენს აცილებას. მე კარებთან მიდექი, სადაც თქვენ შესვლას ვერ ახერხებდით. და ამიტომ მე გინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მოსამართლეს არ აქვს ჩემს მიმართ პირადი ინტერესი წყენა ბრაზი. სასამართლოს რომ აცილება დაუსაკუთრებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ჩემთვის არავის მოუწოდებია, რომ იქ სამართალდარღვევას ჩავდიოდი და დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ პატრული ინსპექტორები იქ იყვნენ. მსგავსი რამ არ მომხდარა. სამართალდარღვევის ჩადენა იქნებოდა, რომ მე დაუმორჩილებლობა გამომეცხადებინა, ვინმეს გავეფრთხელებინა და სხვაგვარად მე მოქმედა. და სხვა შემთხვევაში არ ვთვლი, რომ სამართალდარღვევა ჩავიდინა და კიდევ ბოლო აუცილებელი რეპლიკა არის ის, რომ მე მგონია, რომ არც აქამდეც ამ სასამართლო დავაზე დროის კარგვა ვფიქრობ, რომ ზედმეტია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო რთული სასამართლო პროცესი იმართება ამ შენობაში და გაცილებით უფრო რთული სასჯელებით არიან ადამიანები. თქვენ მოისმინეთ შუამდგომლობა, აცილების შუამდგომლობა, რომელიც დააყენა ნანუკა ჟორჟოლიანმა, მან მოსამართლეს უთხრა, რომ ის იდგა რესტორან ბაბილოსთან, იმ დროს, როდესაც მოსამართლეთა კლანი ქეიფობდა და აპროტესტებდა, სწორედ მათ წინააღმდეგ იდგა საპროტესტო აქციაზე, შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და მოსამართლეს არ უნდა განეხილა მისი საქმე, თუმცა როგორც მოისმინეთ, მოსამართლე ცაცვამ არ დააკმაყოფილა ნანუკა ჟორჟოლიანის ეს შუამდგომლობა და მაინც განეხილა ეს საქმე საბოლოოდ ჯარიმით დაასრულა. ამ წუთებში ნინო თარაშვილი განიხილავს ასევე აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი აქტივისტი საქმეს, ეს არის ნიკა კაცია, რომელსაც ცისხლის სამართლის წესით ედავებიან, როგორც მისი ოჯახის წევრები, მისი უფლებადამცველი, მისი ადვოკატი სასამართლო პროცესამდე აცხადებდა, საქმეში ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოძიების მხრიდან, სწორედ ამიტომ ოჯახის წევრები და ადვოკატი თავად ცდილობენ, რომ მოიპოვონ უფრო მეტი მტკიცებულება ამ საქმეზე, ის რომ ნიკა კაცია არის უსამართლოდ დაკავებული, მათ მოიყვანეს ცოცხალი მოწმეც, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომელიც შეესწრო ნიკა კაციას დაკავების ფაქტს და ამტკიცებს, რომ დაკავების პროცესში სხვადასხვა ავტომობილში მოათავსეს სამართალდამცველებმა, საბოლოოდ კი მას ედავებიან ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას შენახვას. ეს არის ბრალდება, რომელიც მას აქვს აყენებული. ამ წუთებში მოსამართლე თარაშვილი განიხილავს სწორედ ამ საქმეს და მხარეს, დაცვის მხარეს ექნება შუამდგომლობა, რომ დასაშვებად ცნოს მტკიცებულება იმ მოწმის გამოკითხვა, რომელიც ოჯახის წევრებმა და ნიკა კაციას ადვოკატმა თავად იპოვეს. მოდგი ცირკის შოუ იქნება, ჩემთვის ესეა, არაფერი მოლოდინები არ გამაჩნია. თქვენი ეთერის საშუალებით ვიტყვი, რომ მე ისაც გამოძიებას უნდა გაეკეთებინა, ჩემი გასაკეთებელი აღმოჩნდა, ვიპოვე რეალური მოწმე, რომელიც ზუსტად იმ ჩვენებას იმეორებს, რაც ნიკას უწერია და პროკურატურას ეს ყველაფერი აღწერილი არ აქვს და სასამართლო უბრალოდ არ აკმაყოფილებს ამ მოწმის დაკითხვასაც კი. მოწმე ადასტურებს იმას, რომ მისი მანქანით მოხდა გატაცება ნიკუშასი, რომ მის მანქანაში ჩაჯდნენ პოლიციელები, გადაიყვანეს სხვა ადგილზე და შემდეგ იმ სხვა ადგილზე კიდე სხვა მანქანაში გადასვეს ნიკუშა. დღეს განიხილება, მტკიცებულებების დასაშვებობა თუ რამდენად არის კანონიერად არის მოპოვებული და სასამართლოს მხრიდან ხდება შეფასება, რა თქმა უნდა, ჩემი შუამდგომლობა შეეხება და მის დაკავებას და პირად ჩხრეკას, ვინაიდან ის არის არსებითი დარღვევით მოპოვებული კანონგარეშე და შესაბამისად ვთვლი, რომ არის დაუშვებელი. მე ვფიქრობ, რომ ბრალდების მხარესაც ექნება გარკვეული შუამდგომლობები, ვინაიდან მთელი ეს პროცესი მტკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის ფაქტორები არსებობდა და ვფიქრობ, რომ ბრალდების მხარეც შემდგომში დააყენებს ამ შუამდგომლობას.
საქალაქო სასამართლოში დღეს ერთმანეთის მიყოლებით პარალელურ რეჟიმშიც განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები, რომელსაც თითქმის ყველა მოსამართლე განიხილავს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავენ აქციის მონაწილეების იმ საქმეებს, რომლებიც აქციაზე დგომის გამო არიან დაკავებული, მათ გზის გადაკეტვას ედავებიან, მათ შორის არის გიორგი ტუმასიანის საქმეც, რომელიც ნინო ენუქიძემ გადადო სულ ცოტა ხნის წინ. მტკიცებულებად ამ საქმეებზე ერთადერთი ტრადიციული ფოტომასალა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი, სადაც ჩანს მშვიდობიანი აქცია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, ჩანან მშვიდობიანი დემონსტრანტები. ეს არის მხოლოდ მტკიცებულება და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების ჩვენებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებენ მოსამართლეები. ჯარიმა არის 5000 ლარი, მინიმუმ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება საქალაქო სასამართლოში.